ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 18. ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბაზე დამოკიდებულების გრაფიკიო, ვოლტამპერული მახასიათებელი გვაქვს როგორც ხედავთ მოცემული გრაფიკზე და რა დროში გაივლის გამტარში 40 კულონის ტოლი მუხტიო თუ ძაბვა გამტარის მომჭერებზე 10 ვოლტის ტოლია. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს რომ ძაბვა ტოლი არის 10 ვოლტისო, მუხტიო ტოლი არის 40 კულონისო და გვაინტერესებს რა დროში გაივლის გამტარში ეს 40 კულონი მუხტი უდრის 10 ვოლტ ძაბვის პირობებში. ესე იგი გვაინტერესებს T. T ავნიშნოთ. აი, მოდით ახლა ეს ნახაზი ჩვენ ტყუილად არ მოვუციათ, უნდა გამოვიყენოთ. ახლა აი ამ ნახაზიდან რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, როდესაც უპრიმი, მოდი უპრიმი უკვე გამოყენებული გვაქვს, ამიტომ უპრიმი დავარქვათ ამას, უპრიმი როცა უდრის 12 ვოლტს. 12 ვოლტს. ამ დროს დენის ძალა, როგორც ხედავთ, არის 3 ამპერი, იუდრის 3 ამპერს, 3 ამპერს და აქედან თუ გავითვალისწინებთ ომის კანონის წრედის სუფრისთვის, იუდრის U შეფარდებული 1-თან, ხო, უპრიმი შეფარდებული 1-თან ჩვენ შემთხვევაში, აქედან წინაღობისთვის მივიღებთ, რომ R ტოლი არის უპრიმი გაყოფილი I-ზე, უპრიმი მოცემულობით არის 12 შეფარდებული 3-თან, მივიღებთ 4 ომს, ხო? ესე იგი წინაღობა ვიპოვეთ R უდრის 4 ომს და როდესაც ძაბვა არის 4 ვოლტი, ამ დროს დენის ძალა ის ტოლი იქნება მეორე მხრივ, ამ დროს დენის ძალა ტოლი იქნება, მოდით ამას I1 დავარქვათ, U შეფარდებული 1-თან. U არის 10 ვოლტი, 10 შეფარდებული 1-თან არის 4, ეს ტოლი გამოგვივა 2.5 ამპერი და გვეკითხებიან ჩვენ რა დროში გაივლის 40 კულონი მუხტი ამ 10 ვოლტ ძაბვის პირობებშიო. ამისთვის მოდი გავიხსენოთ დენის ძალის განმარტება, მეორე მხრივ დენის ძალა განიმარტება როგორც განიკვეთში გასული მუხტი დროის ერთეულში, ხო, უშეფარდებული T-სთან. აქედან T-სთვის მივიღებთ რას? აქედან T-სთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის Q შეფარდებული I-სთან. Q კი მოცემული გვაქვს აგერ 40-ია გაყოფილი დენის ძალას ვიპოვეთ 2.5-ზე. ეს კი რამდის ტოლი იქნება? ეს კი ტოლი იქნება 900 გაყოფილი 25-ზე, ხო? 16 წამი. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ ახლა ჩვენ პასუხს, T საძიებელი დრო ტოლი ყოფილა 16 წამის. პასუხი E.